უმშვენიერესი მარიკა გულორდავა, კიდევ ერთი ვარსკვლავი, წარმოშობით სოხუმელი, უმშვენიერესი მომღერალი და უნდა აღინიშნოს, რომ იგი გულსერად კაბალეს რჩეული მომღერალი და სწორედ მისივე თხოვნით, თქვენც ალბათ თქვენ გახსოვთ, ირანანას ეგიდით გამართულ კონცერტზე, სადაც ქალბატონმა მონსერატმა თავადმე მიიღო მონაწილეობა, მარიკამაც იმღერა და არაერთი საერთაშორისო პრემიის ლაურეატია, იგი მონსერატ კაბალეს საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელია და ასევე ჩაიკოვსკის კონკურსის ლაურეატიც გახდა რამდენიმე წლის წინ. კიდევ ერთი უმშვენიერესი მომღერალი, ულამაზესი და უნიჭიერესი მარიკა გულორდავა. რამდენი ლამაზი და თან ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი ყავს. ნამდვილად შეიძლება ამით ნებისმიერმა ერმა იამაყოს და არ მგონია ბევრი ქვეყანა არსებობს მსოფლიოში, რომელსაც ყავდეს ესეთი რანგის და შემოქმედები და ესეთი გარეგნობის მქონე. ნამდვილად აღსანიშნავია და თქვენც ალბათ დამეთანხმები, ერთია თუ როგორი ვოკალური მონაცემები აქვს მომღერალს და მეორეა თუ როგორ გამოიყურება სცენაზე და ერთმანეთზე უკეთესი მანძილოსნები გამოდიან და ამ ახალ წელს 2010 წელს ბედნიერება როდესაც დაგვებედება ასეთი ლამაზი ქალბატონები ოჯახებში. და თანაც ყველა ქალბატონი დაჯილდოებულია გასაოცარი სამსახიობო ტალანტით. რაც იშვიათია ალბათ დამეთანხმები საოპერო მომღერლისათვის. ნამდვილად არაჩვეულებრივად გაართვა თავი ამ მეტად საპასუხისმგებლო არის ალბათ დამეთანხმება. ლუიჯი არდიტის Il Bacio. გასაოცარი მეტალი არაჩვეულებრივი მართლაც და ნამდვილად დამსახურებულად ეკუთვნის მას ეს აპლოდისმენტები. და წეღან გვანც არ მოგვეცა ჩვენ საშუალება რომ ორი სიტყვა გვეთქვა ნინო სურგულაძეზე და უნდა მოვახსენოთ ჩვენ ტელემაყურებლებს რომ იგი ჯერ კიდევ სანამ ოპერით გახდებოდა ცნობილი კინომატოგრაფიიდან ვიცით არაჩვეულებრივ კადრებს ხედავთ ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში, მაგრამ მე ორი სიტყვა მინდა ნინო სურგულაძეზე ვთქვა და ჟენევის კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მან მთავარი პრიზი აიღო ფილმისათვის ვალსი პეჩორაზე და ასევე მეტი ჩარა დელფინთან დაკავშირებით იყო ეს ფილმი, ალბათ თითოეულ ჩვენგანს არაჩვეულებრივად გახსოვს და გასაკვირია, მაგრამ ნინო სურგულაძემ თავისი კარიერა კინომოღვაწეობით დაიწყო და შემდეგ საესტრადო მოღვაწეობით ალბათ დამეთანხმება. პატარა იყო, როდესაც ყანჩელის ჰერიო ბიჭებო იმღერა და აი ამ პატარა ბავშვმა ესეთი ტკივილიანი ემოცია, ესოთა ქართული საუკუნოვანი სევდა ჩადო აი ამ სიმღერაში, რომ ვუნდერკინდს თუ გამოუვიდოდა ეს. როდესაც საესტრადო კარიერას იწყებდა, მას იმთავითვე 1918 ძალიან დიდ მომავალს ამ სფეროში. ოღონდ საესტრადო